კომპანია რუსავის წყალის გამრიცხველიანებული აბონენტები გადასახადის გადახდის ახალი ფორმით კვარტალური დარიცხვის პროგრამით ისარგებლებენ. ახალი პროგრამით წყლის საფასურის გადახდა რუსთავისა და გარდაბნის 28,000 აბონენტს შეეძლება. პროგრამაში ჩართვის მიზნით კომპანიამ აბონენტებთან ხელშეკრულებები უკვე გააფორმა. დარიცხვის ახალი მოქნილი ფორმა კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის ჩვენების კვარტალში ერთხელ აღებას, ხოლო შუალედურ პერიოდში 2 თვის მანძილზე აბონენტის საშუალო ხარჯის, ანუ შეფასებითი დარიცხვის წესის შემოღებას ითვალისწინებს. კვარტლის ბოლოს მრიცხველის რეალური ჩვენება დაფიქსირდება და დარიცხული თანხის კორექტირება ჩვენების შესაბამისად მოხდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა ნებაყოფლობითია და კომპანიამ მხოლოდ იმ აბონენტებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლებმაც გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს. კომპანიამ რუსთავის მოსახლეობას შესთავაზა დარიცხვის ახალი ფორმა, ანუ შეფასებითი დარიცხვა, რაც ითვალისწინებს მოსახლეობის აღმრიცხველის მიერ კვარტალში ერთხელ რეალური ჩვენების აღრიცხვას. დანარჩენი შუალედში დარიცხვა წარმოებს წინა 3 თვის საშუალო მოხმარების მიხედვით, რომელიც კვარტლის ბოლოს გაკორექტირდება მოტანილი რეალური ჩვენების მიხედვით.